და მე ერთმა ძმა კიდე მითხრა, აი როცა არაბულს კითხულობო, მაგაზე ხო დრო მიდისო, შეიძლება არაბული არ წავიკითხოთ და ეგრევე ქართულზე ვთქვათო. მე ძმას ვეუბნები რომ მეთქი ეს არის ბარაკათი, რატო არ ბარაკათი? პირველ რიგში მის გამო რომ როცა მე ვკითხულობ, ეს არა ჩემი სიტყვები, ეს არის ალიმის სიტყვები, შეიხ იბნ უსაიმინის და როცა მე ვკითხობ და ვთარგმნი მაგას, უფრო ზუსტად მოდი თქვენამდე წოდნა. მე და მეორე, თქვენ ხო გაქვთ ხშირად გაგებული რომ ალიმი შეიძლება თქვას რომ აი როცა ჰადისებს კითხულობთო, ბუხარი და მუსლიმი და ასე შემდეგ, ხო? წარმოიდგინეთ რომ თქვენ ხართ შუმავრას სასან წინაშე. თითქოს იგივე მისგანო. ეხლა ძმებო წარმოიდგინეთ რომ შეიხ ფაუზანი, ან შეიხ აბდურაზაკ ალ-ბადრი და სხვები რომ შემოვიდეს აქა, აქ დაჭდა მე მის გვერდზე დავждები და რაღაც სიტყვის და მე ვთარგმნი ქართულ ენაზე. ზუსტად იგივე ეს არის ძმებო, ზუსტად იგივეა. წარმოიდგინეთ რომ შეიხ იბნ უსაიმინი ხა ჩვენს გვერდზე ზის, ეს არის მისი სიტყვები. მაგას ვკითხულობ და მაგას ვთარგმნით. მე ასე მომავალში თქვენთვის იქნება ხეირი, ან თქვენი ბავშვებისთვის ძმებო. რატომ ეს გაკვეთილები ყველაფერი იწერება? მე ვებ YouTube-ზე, Telegram-ზე და ასე შემდეგ ჯგუფი გვაქვს და არაფერს არ ავტოვებთ, არხამდე ყველაფერი იწერება. წარმოიდგინეთ მომავალში რა ისეთ იქნება თქვენი საوت არაბული ენა, ან თქვენი შვილებმა, ალლაჰ მაგახსოვოთ მაგას შორის ალიმები ამი. იქნება ალიმები ვიღაც მონდია მაგალითად ამ წიგნის მე გაულა, ხო? შემდეგში სიტყვაზე. აიღებს ამ გაკვეთილს, წაიკითხავს და გადათავი რაღაც სიტყვა მაგალითად აინტერესებს, სიტყვაზე რა ნიშნავს საფარ მაგალითად. ანუ რამდენი ბევრი ფაიდა არის მაგისთვის.